მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა სიგნალი, არხზე ტევ სიგნალი საცდელი მაუწყებლობით. ისევე როგორც გასული ერთი თვის განმავლობაში განვიხილავდით ჩვენ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატს. დღესაც არ გვექნება განსაკუთრებული დღე, მით უმეტეს რომ მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ორი მატჩი და 4 წლიანი საფეხბურთო საგა ისტორიად იქცევა, მაგრამ როგორც იცით, ფეხბურთში ბოლო ორი სერია ყველაზე საინტერესო აღმოჩნდება ხოლმე. ერთში ბრინჯაოს ბედი წყდება, მეორეში კი ოქროსი. დღეს თბილისის დროით ღამის პირველ საათზე მაიამიში ერთმანეთს საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან. ეს ის შემთხვევა, როდესაც ორივე გუნდი ფინალზე ოცნებობდა, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა ისაა, რომ სახში ხელცარიელები არ დაბრუნდნენ. ბრინჯაოს მედალს ზოგჯერ აქვს ყველაზე მწარე გემო, იმიტომ რომ ფინალამდე გახსენებს, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგაკლდა. ხვალ კი თბილისის დროით მთავარი მატჩია 11 საათზე, თბილისის დროით 11 საათზე მთავარი მატჩია ნიუ-ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთი-არგენტინა. ერთ მხარეს ევროპული სიზუსტე, მეორე მხარეს კი სამხრეთ ამერიკული ვრნება. ერთ მხარეს ლუის დე ლა ფუენტეს იდეალურად აწყობილი სისტემა, მეორე მხარეს კი ლიონელ სკალონის ვრნება და ლიონელ სკალონის გუნდი. ნახევარფინალებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელი ზოგჯერ ნახევარ გუნდზე მეტია. ლუის დე ლა ფუენტემ საფრანგეთს უბრალოდ კი არ მოუგო, მან ტაქტიკურად თითქმის ყველა გზა გადაუკეტა მან. ტომას ტუხელის ინგლისი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სკალონიმ თამაშის დინება შეცვალა. მისმა გუნდმა ხასიათი აჩვენა და არგენტინამ საოცარი კამბექი შემოგთავაზა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ტუხელი დღესაც კი ამბობს, რომ თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს და ინგლისმა საუკეთესო მატჩი აჩვენა. თუმცა მწვრთნელები შედეგებით ფასდებიან და არა მჭერმეტყველებითა თუ ახსნა განმარტებებით. ასე რომ ყველაფერი მზად არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი იყო ყველაზე ვრცელი, ჩაგვიარა ძალიან მალე ნიკა და ჩვენ განვიხილავთ უკვე დღევანდელ მატჩს მესამე ადგილისათვის და შემდეგ უკვე მთავარ მატჩს ამ სეზონისა ფინალს მსოფლიო 2026-ისა. მე სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმოხილველი და ნიკა შოშიტაშვილი, სპორტის ჟურნალისტი. გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ და როგორ შეაფასებ ჯერ მოდი ნახევარფინალებზე ვთქვათ 1-2 სიტყვა, რადგან არ ქონია მას შემდეგ რაღაცა. შემდეგ კი მთავარი ნაწილი დაუთმოთ მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალს. კი ბატონო, განწყობაზე ვარ მშვენიერზე, იმიტომ რომ ალბათ ძალიან იშვიათად თუ შევხედავთ ასეთი დონის მსოფლიო პირველობებს, მით უმეტეს ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუნდაც ის მარტივი ფაქტი, რომ სულ რაღაც ერთ დღეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ეს ძალიან კარგი გრძნობა უნდა იყოს. ეს 4 წელიწადში ერთხელ იმართება ეს ღონისძიება, როგორც ვიცით, ყველამ და თითოეული ფეხბურთის გულშემატკივარი ცხოვრობს მსოფლიო ჩემპიონატიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე და თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორი ხარისხის მუნდიალი გქონდა, მით უმეტეს კარგ ხასიათზე დგება თითოეული ფეხბურთის გულშემატკივარი და უფრო კარგ ხასიათზე ვართ კატალონიური ფეხბურთის მოტრფიალეები, რადგან ნახევარფინალებში ყველაფერი ისედაჯდა, როგორც ჭირდებოდა ბარსელონას კომაქს ლამინ იამალი და მისი ესპანეთი, სხვადასხვა არა მარტო კატალონიელი, რეალურად ეს სხვადასხვა ტიპის ესპანელი ფეხბურთელების არის დიდწილად ბასკების. ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, იგივე მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, იგივე უნაი სიმონი, ემერიკ ლაპორტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი არის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მიკელ ოიარსაბალი, მიკელ მერინო და ასე შემდეგ. ბასკებზე და კატალონიელებზე დგას ეს ესპანეთის ნაკრები და ეს არც თუ ისე სასიხარულო იქნებოდა ბატონი ფრანკოსთვის, თუმცა რას ვიზამთ, ეგ არ არის ცუდი რაღაცები ფრანკოს რო არ მოეწონებოდა, ხოლო რაც შეეხება აქეთ ეს ესპანეთის ნაკრების მეტოქეს, არგენტინის ეროვნულ გუნდს, ეს არის გუნდი, რომელიც ახსოვსია ამ საჩემპიონო მენტალიტეტით, ამ გამარჯვებულის მენტალიტეტით, რომელიც უფრო და უფრო გაიმყარა პლეი-ოფში. კი, მართალია, კაბო-ვერდესთან, ეგვიპტესთან, შვეიცარიასთან მოუწია ამ გამარჯვებულის მენტალიტეტის თავიდან დაბრუნება, თუმცა რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის იმ დონის ნაკრებები, რომლებთანაც ბრძოლა შეიძლება მსოფლიო პირველობისთვის, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ინგლისის ნაკრებზე და რაც ჩვენ ნახებთ ბოლო 10 წუთეულში,
ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირებაში ეს არის ის მარტივი საფეხბურთო მომენტები, რის გამოც შეიძლება პატარა ბავშვს შეუყვარდეს ფეხბურთი და არასდროს არ წავიდეს ის მისი ცხოვრებიდან ის ენცოს გოლი, ის ჩაწოდება ლაუტარო მარტინესზე, როდესაც აბსოლუტურად ყველა ინგლისელი, ვინც კი საჯარიმოში იყო, მაშინ ერთი თავით მაღლები არიან ლაუტარო მარტინესზე, თუმცა მან თავით გაიტანა გოლი და ლაუტაროსგან ასე დაბალი ფეხბურთელისგან საერთოდ არგენტინელები არ გამოირჩევიან ტანადი ფორვარდებით, ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, რა გვინგვახსენდება ალბათ მარტინ პალერმო შეიძლება ეგოხსენდეს ტანადი ფორვარდები და ალბათ მარტინ პალერმომდე რამ იმდენთან დასხოლს გავიხსენებდი საერთოდ ვერ მიგინოდი, მაგრამ ტანადი ფორვარდი და ტანაძე დავიწყებდი იგუაინით, მაგრამ არც იგუაინი არ ყოფილა სტანდარტებზე შეიძლება კარგი იყო, მაღალი ნამდვილად არ ყოფილა. სერხიო აგუერო საერთოდ მე მის თორემ ხო ცოტა სულაც რომ მიდგენია და არა არ მოხსენდება ასეთი გოლი თავით გაიტანა ლაუტარო მარტინესმა საერთოდ სტანდარტულები ძალიან კარგად დახვეწა არგენტინის ნაკრებმა როგორც ვიცით ვალტერ სამუელი არის სტანდარტულების მწვრთნელი არგენტინის ეროვნულ გუნდში და მშვენივრად აქვს თავისი სკილები დახვეწილი იგი ინტერის და არგენტინელი მოსწავლებია თავისი ასევე ინტერის და არგენტინელისათვის თავის თამაში 1.76 არის ლაუტარო მარტინესი და 1.83-ზე ნაკლები გარშემო არავინ არ ედგა. უნდა აღნიშნოთ აქ მესის ჩაწოდება როგორ დაასვა თავზე წინა აღდგ შემთხვევაში ვერცერთს ვერ მოუგებდა საჰაერო ორთაბრძოლას. კი, კარგი, ცოტა რომ ჩავშალოთ მაშინ ნახევარფინალური მატჩები ჩვენ არ გულაპარაკი ამ ნახევარფინალურ შეხვედრებზე და მოდი დავიწყოთ რახან არგენტინასა და ინგლისის ლაპარაკობს. მოდი ამ თამაშით დავიწყოთ. მორიგი ინგლისურ-არგენტინული დაპირისპირება, მორიგი საფეხბურთო კლასიკა, რომელიც ვნახეთ და არ დაგიმალავ და მე მეგონა დაახლოებით მე-60-70 წუთზე რომ ამ შეხვედრაში უკვე ეს არგენტინის ოვერ პერფორმანსი დასრულდებოდა. იქ ნახეთ ენტონი გორდონის გოლი, ნახეთ მშვენიერი ძალიან ტუხელური გოლი იყო, ეგეც შეგვიძლია ვთქვათ. ის რასაც ამდენი ხანი ცდილობს ტუხელი რომ დააყენოს ინგლისის ნაკრებში, რეალურად ამ გოლში გამოიხატა. ფლანგიდან გარჩენილი სივრცე, ჩაწოდება და იმ ჩაწოდებაში ერთი მცველი უნდა დარჩენილიყო რეალურად თამაშგარემ მდგომარეობაში, არ კლასიკურ თამაშგარემში, არამედ უბრალოდ სასათამაშო მომენტიდან უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი და ამ შემთხვევაში ეს ფეხბურთელი გახდა მოლინა, რომელსაც დაუსხლდა ენტონი გორდონი და გახსნა ანგარიში. იმ მომენტში გორდონი იყო ინგლისის მეფეც, დედოფალიც, ლორდ კამელტონი, აბსოლუტურად ყველაფერი, თუმცა შემდეგ უკვე სიმონ ბოლივარი ჩასახდა ერთ პატარა არგენტინელში და სამხრეთ ამერიკელებს მორიგი ევროპელი კოლონიზატორი დაამარცხებინა. მე ვფიქრობ, მე ინგლისისკენ ვიყავი არ დაგიმალავ მატჩის დღემდე. მატჩის დღემ გამოახდინა ჩემში, ასე ვთქვათ, გადატრიალება იმ დღის, იმიტომ რომ ძალიან გამაოცა და ძალიან გამაბრაზა ინგლისელი ლეგენდების მიერ დაუფასებლობა ბრიტანელი ექსპერტების და იყო ასევე ინგლისელი ფეხბურთელები ჯო კოული, მათ შორის ტროი დინი, ჯონ ტერი, იან რაიტი და გარი ნევილი. აი ამ ხუთ ფანდიტს გამოვყოფდი ექსპერტს, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს. ჯო კოულმა თქვა, რომ არგენტინელებს დააძინებდნენ. ტროი დინმა თქვა, რომ მიწასთან გავასწორებ და მინიმუმ 2-0-ს მოუგებთ. ჯონ ტერიმ თქვა, არგენტინა საერთოდ არ მადარდებს და ჩვენ უბრალოდ უკეთესები ვართ და ფინალზე ფიქრობდა. ფაქტია ის, იან რაიტის სიტყვებია. ვფიქრობ არგენტინას დავამარცხებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორ თამაშობენ. ვფიქრობ მათ გზებს გადავუკეტავთ და გავტეხავთ. გარი ნევილმა კი მინიმუმ 2 გოლი უწინასწარმეტყველა. აი ასეთი დაუფასებლობა არ ვიცი მე აი გასაგებია რომ ეს ადამიანები არიან ფეხბურთელები იყვნენ და არიან ლეგენდები და დღეს მუშაობენ სპორტულ ჟურნალისტებად თუმცა არა მე ვერ დავარქმევდი სამწუხაროდ ვერ დავარქმევდიში მაგრამ მათ სპორტულ ჟურნალისტებს ვერ დავარქმევდი ეს რა თქმა უნდა იქნება თითოეული ჟურნალისტი ну არიან ну გარინევილი
ექსპერტები დაუძახოთ მაშინ მოდი და არა ჟურნალისტები, იმიტომ რომ მე არ ვარ ფეხბურთის ექსპერტი პირდაპირ ვიძახი, მე ვარ საფეხბურთო მიმოხილვე და საქართველოს მაგალითად ვისაც არ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ რა ვიცი, ავიღოთ ალბანეთი იგივე ან სომხეთი, მე ტელევიზიით გამოსვლისას თავშე ვიკავებდი ასეთი გადამოტებებული გამოთქმებისგან, ჩვეულებაში ერთმანეთში ვისაუბრობთ, მაგრამ ის რომ სომხებს ჩვენ დავაძინებთ და ალბანელებს 3 გოლს გაუტანთ და ასე შემდეგ, ცოტა კეთმაღლობაში გადაზიდილი არის. პატივსემულობა რეალურად მეტოქის მიმართ და თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ყველაფერს რაც მოყვება არგენტინისა და ინგლისის დაპირისპირებას, აი ეს არის ცეცხლზე ნავთისდაცმა და თან იმ ცეცხლზე ნავთისდაცმა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩამქრალია რეალურად რა. თქვი ჩვენ მატჩის დასაწყისში უკვე გამოჩნდა ისე რომ უკვე იგივე პარედესმა აგრძნობინა ბევრ ინგლისელს რომ ეს არ იქნება მათთვის იოლიგას შეერნება, თუმცა ეს რეალურად მარტივი საფეხბურთო მომენტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ პარედესმა იგივე შეუძლია გაუკეთოს ინგლისელებს, მაგრამ ინგლისელებს კი მოდი ეგვიპტელებს ან წინა მუნდიალზე ნიდერლანდელებს და აქ აღარ იყო უკვე ეს სიტუაცია იყო აბსოლუტურად არის. ჩემი აზრით მაგალითად ეს მოთამაშე იან რაის თუ არ ჩავთვლით, იან რაიტი ცოტა გვიან უფრო ადრინდელი თაობსამოქმედია. ტროიდინზე საერთოდ არ ვსაუბრობ, მისი მთავარი ჰაილაიტი არის ჩემპიონშიპის პლეი-ოფში და ეს კომენტარი. ტროიდინი მე საერთოდ ვეთქვი ტროიდინის კომენტარებს ამ ხელა აჟიოტაჟი რა. აი ზუსტად იმიტომ რომ ეს განცხადება გააკეთა. მაგრამ ეგეთ განცხადებას შეიძლება გაეკეთებინა, არ ვიცი. იტალიაში ანტონიო კასანო არის ხოლმე ესეთი განცხადებებით გამორჩეული. მაგრამ აი ტროიდინიზე, რავი, ჩარლი ადამს შეიძლება ეგეთი განცხადების გაკეთება ალბათ, მაგრამ არ მგონი ყურადღება რომ მიხსაცები იყოს ჩარლი ადამის ან ტროიდინის მსგავსი განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი ადამი ჩემი აზრით უფრო კარგი ფეხბურთელი იყო ვიდრე ტროიდინი. და ცოტათი ტროიდინის არ იყო თლაცუდი არის. ხო, თლაცუდი არის. რაც ვამბობდი. იგივე ჯონ ტერი, გარი ნევილი, ჯო კოული ესენი არიან ინგლისის ოქროს თაობის წარმომადგენლები, ხო? 2004-დან დაწყებული, ასე ვთქვათ, დასრულებული. დაძინეს ვერავინ. 2014 წლამდე დაახლოებით ეს არის რეინჯი არის ინგლისის ოქროს თაობაში და ეს ფეხბურთელები ამ პერიოდში თამაშობდნენ ინგლისის ნაკრებში. და ყოველ დიდ ტურნირზე ინგლისის ნაკრები ჩადიოდა ფავორიტად, ულაპარაკო ფავორიტად, იმიტომ რომ იგივე შენ არ გიხსენებია პოლ სკოლზი, რომელიც განცხადებებს მე ძალიან მეწყინა. იმიტომ რომ პოლ სკოლზი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მით უმეტეს მას ბარსელონასთან და ბარსელონის ნახევარმცველებთან უკანასკნელი ურთიერთობა ჰქონდა და ის რაც ილაპარაკა მან არგენტინაზე დაახლოებით მსგავსი შინაარსის იყო. შინაარსის და იგივე პოლ სკოლზი ეს იყო ის თაობა, რომელიც მიდიოდა მუნდიალებზე ან ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შემადგენლობით და გუნდურობის ნატამალს არაჩვენებდა, თითოეული თამაშის მიმართ ქედმაღლობას იჩენდა, თითოეული მეტოქის მიმართ უპატივსამოლობას იჩენდა და აგებდა ძალიან მარტივ მეთოდებთან, ხანდახან ჯგუფიდან ვერ გადიოდა, ხანდახან იგივე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავიდა, მაშინ ხორვატებმა ჩატოვეს და ავაც ახსენებლებმა რუსებმა. ეხლა გასაგებია ასეთი ქედმაღლური განწყობით თუ გადიოდნენ, რატო ვერ იგებდნენ ესეთი ნაკრებები? ხო და რას ვამბობ? ესეთ ნაკრებებს. მართალია, სწორედ ეგ არის და ამ თაობას ინგლისის თაობას რეალურად გარეთ საუთგეიტს მართალია ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები არ წყალობენ, იმიტომ რომ მან ანტიფეხბურთი დაამკვიდრა ინგლისის ნაკრებში, ეს ფეხბურთის რომელსაც ტუხელი ათამაშებს რეალურად ინგლისს და ათამაშებს და მაინც ალბათ ეგრე იქნება სწორი თქმა, მაგრამ 2028 წლამდე რჩება ტუხელი ინგლისის ნაკრებში, ვისთვის სასიხარულო და ვისთვის საწყენად. გარეთ საუთგეიტმა ეს რაღაცნაირი ლუზერულ ჩემპიონური და ქედმაღლური მენტალიტეტი მოაშორა ინგლისის ნაკრებს და ცოტა უფრო თავდამალი ფეხბურთელებით დაიწყო ინგლისის ნაკრების დაკომპლექტება და თან უფრო ფეხბურთელებიც უფრო თავდამლები იყვნენ ყოველთვის. ჰარი კეინის ნაირი ფეხბურთელი ინგლისის ოქროს თაობაში არ ყოფილა. ვისაც შეიძლება ვიღაცას უნდა შეიძლება იწყინოს, ვიღაცა არ დამეთანხმოს, მაგრამ ჰარი კეინი მაგალითად ჩემი აზრით 1966 წლის ინგლისის ნაკრებს თუ არ შევადარებ და იქაც შეიძლება სადაო იყოს იგივე ბობი ჩარლტონს ან ბობი მურს ჯობია თუ არა მე გეუბნები ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის ხრივ ინგლისელის all time სამბურთო all time ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებს არ ყოლია მაშინ ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ ჰარი კეინი თითოეულ ჩემპიონატზე მიდის, აკეთებს თავის მაქსიმუმს და მე ბრუნდება უბრალოდ კლუბში ყველანაირი ზედმეტი უაზრო კომენტარების გარეშე და სწორედ ამის გამო გახდა ინგლისი შედარებით უფრო
დიდი ძალა და ანგარიშგასაწევი გუნდი სხვა კონკურენტებისთვის და 2018 წელს გამოვარდა ხორვატიასთან დაძაბულ მდგომარეობაში 2020 წლის ევროზე პენალტების სერიაში იტალიასთან 2022 წელს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და მომავალ ფინალისტთან საფრანგეთთან მაშინ ჰარი კეინის და გაფრჩებული პენალტის გვახსოვს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგეს და რეალურად თუ გავიხსენებთ მაგალითად და მე სპეციალურად ჩავყევი ინგლისური პრესის გამოხმაურებებს ამ კონკრეტული თამაშების წინ ეს ბრიტანელი ექსპერტები ამ თამაშების წინ როგორც კი დაიწყებდნენ მსგავსი რიტორიკის წარმოებას სატელევიზიო ეთერიდან იმ წამს ინგლისს ექნებოდა პრობლემები როგორც ამ თამაშიც და ეს რას ნიშნავს ამ გუნდს უკვე აქვს თავისი მენტალიტეტი რა აქვს თავისი შეიძლება პრაგმატული მენტალიტეტი შეიძლება არც თუ ისე საჩემპიონოც მაგრამ ის თავისუფლად შეიძლება საჩემპიონო თუმცა გარეჩარევებისგან აბსოლუტურად ზედმეტი არის თავის იმ ლუზერულ მენტალიტეტს ეს თაობა თავს ახავს ამ თაობას ის გამოძახილი რომელიც ამდენი წელია მიყვება ინგლისის ნაკრებს ვერა და ვერ მოიშორა ამ გუნდმა კარგი მოდი აღარ გვინდა იმიტომ რომ ძალიან გაგვეწელა უნდა გვეთქვა განდებონ ძველმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა და ამ 2000-იანი წლების პრემიერ ლიგის საშუალო დონის ფეხბურთელებმა, როდესაც პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი ვარსკვლავები იყვნენ უცხოელები, ფრანგები იყვნენ, იგივე ტიერი ანრის სახით რუდ ვან ნისტელროი. აი ამ პრემიერ ლიგის საშუალო დონის ფეხბურთელებმა 2000-იანი წლების პრემიერ ლიგის, რომელიც მაშინ რეალურად არ იყო სოფლიოს საუკეთესო ლიგა, მაგაზე ალბათ თვალხდებით. რა თქმა უნდა, იტალია იყო მაშინ არ იყო. იტალია უფრო 90-იანებში ალბათ, მაგრამ 2000-იანების დასაწყისში ინგლისი ჯობდა მინიმუმ. ხო და განებონ ამ ფეხბურთელებს აცადონ ფეხბურთის თამაში. აი, ეს რო გავანებებთო და მოდი მესამე ადგილისთვის მატჩზე გადავიდეთ. მესამე ადგილისთვის მატჩი და საფრანგეთი, ინგლისი და ორი სიტყვით ხო არ ვთქვათ, მაინც საფრანგეთსა და ესპანეთის დაპირისპირებაზეც სულ ორი სიტყვით. ის შეგვიძლია ვთქვათ უბრალოდ, რომ ლუის დე ლა ფუენტე არის სოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაკრებო მწვრთნელი. ჩვენმა კოლეგამ და ჩემო მეგობარმა ნიკოლოზ დაბადაძემ ცოტა ხნის წინ ნახევარფინალების წინ თქვა რომ ამ ნახევარფინალში გასული მწვრთნელებიდან ყველაზე სწორად ვთქვა დაბალი დონის მწვრთნელიო და რეალურად მან იგულისხმეს რომ მიღწევები არ აქვს ჯერ საკადრისი არის ლუის დე ლა ფუენტეო და მე მგონი დე ლა ფუენტე გაბრაზდა ტაფსონას ამ ნათქვამზე და შემდეგ გამოვიდა და დადო სამწვრთნელო მასტერკლასი რომელიც ჯერ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ამ კონკრეტულ სოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა თავისთავად და სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კიდე მოსაძებნია ერთი კონკრეტული ასეთი მატჩი, სადაც ერთმა მწვრთნელმა მეორე ტაქტიკურად შეჭამა და თან შეჭამა ვინ? დიდიე დეშამი, რომელმაც იდეალურად იცის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად თამაში და შეჭამა ის საფრანგეთის გუნდი, რომელიც გაჩერებას ალბათ წარმოუდგენელი იყო. ყველა სხვათა შორის ყველა ხო საუბრობდა რომ საფრანგეთის ნაკრებს ვინ გააჩერებს და უცებ მეორე დღეს ყველა ეს ადამიანი გამოვიდა და არ ხო ვიცოდი რომ ეხა ესპანეთი ამას მოუგებდა. მე არ ვიცოდი პირდაპირ ამბობდა ვისაც გინდათ საკუთარი თავი მოატყუოთ რომ თქვენ იცოდით ეს არ გამოვიდა რომ საფრანგეთის ნაკრები იყო ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური ნაკრები რომელიც ოდესმე მე მსოფლიო ჩემპიონატებზე მიდახავს. ესპანეთის ნაკრები რეალურად არ იყო ფავორიტი ამ მატჩში შეგვიძლია ვთქვა თავისუფლად თუმცა ანდერდოგი იყო ესპანეთი. ანდერდოგიც ცოტა ნადგომია ცალსახად და შემადგენლობითაც ცალსახად და დანარჩენი ეხა იყო წუხნელის გამარჯვება იყო ეს ყველაფერს დავიგავანებ და ეს საფრანგეთის ნაკრები შევა ფეხბურთის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომელსაც მუნდიალის ოქრო ვერ დაისაკუთრა იგივე შეიძლება ვისაუბროთ ამ შემთხვევაში 54 წლის უნგრეთის ნაკრებზე 74 წლის ნიდერლანდების ნაკრებზე 82 და 86 წლების ბრაზილიის გუნდებზე და ასე შემდეგ და საფრანგეთის ნაკრებს გადაუხადოთ მადლობა და შევხედოთ მის თამაშს ინგლისთან. მესამე ადგილისთვის რა იქნება? აქ არის მესამე ადგილისთვის ასევე მინდა ვთქვა ფენტეზის მოყვარულთათვის რომ მესამე ადგილის სასტარტოების პროგნოზირება არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ვინ ვის დაასვენებს არის ხოლმე ყოველთვის რთული. ეხა ფაქტია რომ კილიან მბაპე და ჰარი კეინი არ დაისვენებენ, იმიტომ რომ მათ თავისი გოლები აქვს გასატანი. მე მგონია რომ უფრო
შესაძლებელია რომ ჰარი კეინი მაინც დაასვენოს. თვითონ შეიძლება გადაწყვიტოს დასვენება. ხო, ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში კარში Sports Illustrated-ის მიხედვით დგას სამბა მართლა? ლაკროა და კონატე არიან დაცვის ცენტრში, მარცხნივ ერნანდესი, ტეო, მარჯვნივ კუნდე, ჩამშლელი ნახევარმცველები კონე და ზაირემერი, დუე შერკი ოლისე და კილიან მბაპე წინ, ხოლო ინგლისელთა შემადგენლობა ასეთია, პიკფორდი დგას აქ, ბორნი და ჩალობა არიან ცენტრალური მცველები, ორაილი და სპენსი მარცხნივ და მარჯვნივ, მაინო და ჯეიმსი ცენტრში, რაშფორდი, ეზე, მადუეკე და ჰარი კეინი წინ. ჰარი კეინი დგას Sports Illustrated-ის მიხედვით. არა, ხო, მაინც ალბათ ორივეს დააყენებს რეალურად. კი, მე მგონია რომ ორივე იქნება. იცი რა არის ძალიან კარგია თუ სამბას დააყენებს ამ შემთხვევაში დეშამი, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელი იმსახურებს, ვინც მიდის სოფლიო ჩემპიონატზე, ყველა იმსახურებს, რომ თავისი შანსი ქონდეს მართალია მატჩი მესამე ადგილისთვის, თუმცა შემდეგ წლების შემდეგ, როდესაც კონკრეტული ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და ერთი მატჩი იქნება სოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული, საერთოდ არ იქნება მაგას მნიშვნელობა, ეს იქნება ჯგუფური ეტაპი თუ მატჩი მესამე ადგილისთვის. კილიან მბაპეს რაც შეეხება, ალბათ იქნება ძალიან მოტივირებული, მისი მოტივაცია არსად გაქრება, იმიტომ რომ აქვს მას გოლები გასატანი, აქვს მას ამ კონკრეტული სოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცი მოსაგები, აქვს მას გასაწრები ლიონელ მესისთვის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობისთვის და ვფიქრობ რომ თავის გოლებს მაინც კილიანი გაიტანს, პირველ გოლია გორიოს გატარილი, ხო მესის აქვს 4 ასისტი, მბაპეს 3 ასისტი. კი ბატონო, და მაინც ამ თამაშში ჩემი აზრით ძალიან დიდი ფავორიტი არის საფრანგეთი და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ინგლისის ნაკრები მოკვდა არგენტინასთან თამაშში. ფიზიკურად, მორალურად განადგურებულები არიან. ჰარი კეინი სხვადასხვა გამოვიდა პრესკონფერენციაზე პირველი ეთქვა რომ მორალურად ვართ განადგურებულები და ამის გაგება სრულიად შეიძლება ძალიან მარტივი მიზეზი აქვს ამას 10 წუთში დააკარგეს ინგლისელებმა ფინალისტთა გზური და ჰარი კეინიც რეალურად კი რა თქმა უნდა მოტივირებული იქნება რომ როდის არ უნდა ფორვარდ გოლის გატანა, თუმცა ის მატჩი მისთვის მიუღწეველი გამოდგა, სადაც ყველაზე მეტად უნდა ჰარი კეინს გოლის გატანა, ხოლო კილიან მბაპეს იმ მატჩში 4ჯერ აქვს ბურთი უკვე გატანილი და შეიძლება უდიდესი ტრაგედიაც მისთვის არ იყოს კიდევ ერთი ფინალის გამოტოვება. პირველად ტოვებს სოფლიო ჩემპიონატის ფინალს კილიან მბაპე და ზოგს ნათამაშები არა აქვს და ეს პირველად ვერ ითამაშებს. კილიან მბაპეს აქვს ფენომენალური სტატისტიკა. ყველა მატჩი აქვს სოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მონაწილეობა, სადაც კი შეეძლო. და ასევე წინა სეზონში გადავხედე PSG-ში. თამაშების მაქსიმალური რაოდენობა აქვს ჩატარებული. ანუ ამ სეზონში თამაში არ გამოუტოვდა. მადრიდის რეალში. მადრიდის რეალში და ეს PSG-ში. მადრიდის რეალში ხოლმე ერთი თამაში არ აქვს გამოუტოვებული. 2018 წელს კილიანი წავიდა მუნდიალზე როგორც მაინც ახალგაზრდა ვარსკვლავი, უკვე პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჩაატარა 7 მატჩი, გავიდა 4 წელი, წავიდა უკვე როგორც შემდგარი სუპერსტარი, შემდგარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ეგრეთ შეგვიძლია ვთქვათ, ჩაატარა 7 მატჩი, ჩამოვიდა ახლა ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩაატარა 8 მატჩი. ყველა მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული კილიანს, ეს ფენომენალური შედეგი არის. უბრალოდ მას რა თქმა უნდა ერჩივნა რომ ეს ყოფილიყო ფინალი და მიუხედავად ამისა კილიანს თავისი სტატისტიკა გასაკეთებელი აქვს, წინ აქვს წასაგდების საქმე შემდეგი მუნდიალის წინ და აუცილებლად იქნება თავისი ჩვეული მოტივაციით და ერთი მინდა თქვა რაიან შერკი, რომელსაც არ მიეცა სათამაშო დრო ამ მუნდიალზე ფეხბურთელი, რომელიც ჩემი აზრით იყო შარშან მანჩესტერ სიტიში საუკეთესო მოთამაშე იმ პრობლემურ სიტიში, რომელიც იმის სეზონში ჟორჟ მიქელოწაძესთან ერთად ლიონში იყო მშვენიერი მოთამაშე და მაინც ალბათ იმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შერკი იყო, იმიტომ რომ ჟორჟი 20 მილიონად წავიდა ვილიარეალს, ხოლო შერკი 80-ად მანჩესტერ სიტიში, ესეც ალბათ თავისებური საზომი არის და არის ფენომენალური ფეხბურთელი, ისო მეორჯერ უნდა ვახსენოთ ტაფსონა და ნიკოლოს ტაბატაძის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გადაცემაში, ველოდებოდით და ველოდებით. ტაფსონ აქედანაც მოგიწევთ კიდევ ერთხელ გადაცემაში. და რა შეგვიძლია ვთქვათ, ეს მისთვისაც ერთგვარი შანსი არის, რომ დეშამს დეშამის და ტაფსონისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. დეშამს თავის ქვეყანას დაუმტკიცოს მომავალ მწვრთნელს, რომელიც სავარაუდოდ იქნება დიდი დეშამის
დეშამის შემდეგ ზინედინ ზიდანი რომ დაუმტკიცოს რომ ამ ფეხბურთელს აქვს იმის უნარები რომ ულიდეროს ამ გუნდს იგივე კილიან მბაპესთან ერთად დღეს რეალურად ხო ასარჩევი ქონდა დეშამს რომ კილიან მბაპესთან ერთად ვის ალიდერებს გუნდში ოლისეს თუ შერკის, იმიტომ რომ დემბელე საფრანგეთის ნაკრებში თავის ჩვეული როლი აქვს და ის ამ როლს არ ღალატობს უკვე მე რამდენი წელია, მე რამდენი მუნდიალია და ეს მეორე ლიდერის ფუნქცია უნდა ქონოდა ან ოლისეს, ან შერკის. ეს იყო დეშამის გადასაწყვეტი, დეშამ მაირჩია ოლისე, რომელსაც ჰქონდა მშვენიერი მუნდიალი, თუმცა ჰქონდა საშინელი ნახევარფინალი, ესეც შეგვიძლია ვთქვა, ოლისეს საზომით, რა თქმა უნდა. და რაიან შერკი ეცდება რომ დაუმტკიცოს საფრანგეთს მომავალ მწვრთნელს რომელიც ასევე ისევ ერთხელ თქვა რომ ალბათ იქნება ზინედინ ზიდანი რომ შემდეგ დიდ ტურნირზე უკვე აქცენტი უნდა გაკეთდეს მისა და კილიან მბაპეს დუეტზე. კი ბატონო და მე რადგან ინგლისელებზე გაბრაზებული ვარ ასევე არის მთელი სამყარო ალბათ ასეთ კეთილმაღლუბ კომენტარებზე გაბრაზებული მე ჩემს პროგნოზს ჩამოვიდოდი ინგლისელთა საწინააღმდეგოდ მე მინდა რომ საფრანგეთმა მოიგოს ეს მატჩი მით უმეტეს რომ კილიან მბაპეს აქვს გასატანი გოლებიც რომ გახდეს ოქროს ბუცის ნომინანტი და მოიგოს ბომბარდირება. ფინალზე მოდი ხვალ არ ვილაპარაკოთ თუ ბარემ ჩაუყვეს სტარტო შემადგენლობას. მოდი მოცელვა გავაკეთოთ ხვალინდელი დღის. კი ბატონო, მაშინ ვიტყვით ჯერჯერობით რომ ფაქტიურად ფინალურ ესპანელებისა და არგენტინელების 11-ეულებში არ არის ნახევარფინალების შემდეგ ემილიანო მარტინესი იდგება კარში ლუის მარტინესი და რომერო იქნებიან ცენტრალურ დაცვაში, მოლინა და ტალიაფიკო ფლანგებზე, ენცო ფერნანდესი და სიმეონე იდგებიან ცენტრში, მაკალისტერი პარედესი და მესი ხულიან ალვარესი წინ. რაც შეეხება ესპანელებს, აქ დავით რაია არ დგას, რა თქმა უნდა, უნაი სიმონი არის კარში. FC26-ის სიგნალ კაფისგან. ხო, სიგნალ კაფისგან, სადაც უნაი სიმონს არც წყალობდნენ მოთამაშეები. ლაპორტი კუბარსი ცენტრში, კუკურელია პორო ფლანგებზე, რუისი როდრი, ოლმო არიან ცენტრალური ზონის ნახევარმცველები, ბაენა და იამალი მარცხენა მარჯვენა ფლანგებზე შესაბამისი მიმდევრობით და ოიარზაბალი ისევ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე და ამ სოფლიო ჩემპიონატის საშუალო შეფასება არგენტინელებს აქვს 7-დან 0, ყველა შეფასება რო ავიღოთ საშუალო ამ 11-ეულის, ესპანელებს კიდე 7.09. ხო, არა, გასაგებია, არგენტინის შეფასება შეიძლება ლიონელ მესის თამაშებმა განაპირობა. 9.03 ქონდა მაგალითად ლიონელ მესის წინა მატჩში შეფასება. მე ვფიქრობ, რომ როგორც არ უნდა მორჩეს მატჩები მესამე ადგილისთვის და ფინალისთვის კი არა და ოქროსთვის ბოდიში. ლიონელ მესი აუცილებლად გახდება მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი პერჯგარეშე გათვალისწინებული იქნება. რა თქმა უნდა, ის ახლა რეალურად გათვალისწინებული იქნება, რომ არის ლიონელ მესი და როდესაც ლიონელ მესი ატარებს მაღალი დონის სანაკრებო ტურნირს თუ საკლუბო სეზონს, უფრო მარტივი ხდება მისთვის ჯილდოს მიცემა, ან იგივენაირად მოქმედებს კრისტიანო რონალდოზე და კილიან მბაპეზე და სხვა ეგეთ სუპერვარსკვლავ ფეხბურთელებზე. ხოლო ლიონელ მესის მიიღებს წესით თავის მესამე ჯილდოს დამსახურებულად, თუ არ მიიღებს ლიონელ მესი, ალბათ მიიღებს კილიან მბაპე. ეგრე შეგვიძლია ვთქვა, თუმცა ამ შენ გამორიცხავ რომ ესპანელებისგან რომც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიმე მოიგოს? იცი რა, ვინ? ლამინი არა, მაგაზე შევხვდებით. ოიარზაბალი არა, კუკურელია არა. მიუხედავად იმისა, რომ აქვს ფენომენალური. კუკურელია ძალიან კარგი მსოფლიოს შეცდომით არ კუკურელია აუცილებლად უნდა შევიდეს საუკეთესო მცველებში. საუკეთესო 11-ში. თავის პოზიციაზე, აუცილებლად უნდა შევიდეს. საუკეთესო თავის პოზიციაზე კუკურელია ამ შემსოფლიოს საუკეთესო. როდრის მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალიან კარგი მსოფლიო, ისეთი მსოფლიო მაინც არ აქვს, რომ საუკეთესო ფეხბურთელი მიიღოს და თან ყველაფერი. იამალმა კიდე რა უნდა გააკეთოს? ხო, იამალი ვერ მიიღებს. იამალი ვერ მიიღებს, იამალმა ჩაატარა მშვენიერი მუნდიალი, ის რომ იამალს კონდა ცუდი მუნდიალი. ასაკისა და ტრამვის გათვალისწინებით იამალს კონდა და აქვს მშვენიერი მუნდიალი და აქვს სათამაშო ფინალი. თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მე მგონი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს აღება მაინც ძალიან გაუჭირდება და ალბათ ვერ
ერთ შეძლებს. ჩემი ფავორიტი ამაში არის ლიონელ მესი, თუმცა ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ კილიან მბაპე ინგლისის ნაკრებთან გოლების იმ რაოდენობას გაიტანს, რომ შეძლებს დუბლს ფიქრობ, ორს გაიტანს? რატომაც არა. რატომ არა? და ორი გოლი საკმარისი და აღმოჩნდეს. კილიან მბაპე იქნება ამ თამაში, შერკიზეს ვისაუბრეთ, რომ ისიც მოტივირებული იქნება, მაგრამ ერთადერთი მოტივირებული მოთამაშე 22 ფეხბურთელიდან ერთადერთი მოტივირებული მოთამაშე იქნება კილიან მბაპე. ყველაზე მოტივირებული ყოველ შემთხვევაში მბაპე. კილიანს აქვს ახლა აქ გასაკეთებელი თავისი კარიერის საქმე, უნდა წაიგდოს წინ თავისი საფეხბურთო მემკვიდრეობა და თან მბაპეს ეგოს პატრონი დემორალიზებული ინგლისის წინააღმდეგ წარმოვიდგენია რა იქნება თან დემორალიზებული ინგლისის წინააღმდეგ რომელმაც 90 წუთი უნდა ითამაშოს. და ისიც თქვაც მაინც რომ ლიონელ მესი თუ ამ ჯილდოს მოიგებს გახდება ფეხბურთელი რომელიც სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს მესამედ აქამდე როდესაც მესი 2022-ში მოიგო და პირველი რომელსაც მოიგო მეორედ და ეხლა უკვე მას სამი ასეთი ჯილდო ექნება რაც ფენომენალური შედეგია და ალბათ აი ამ მონაცემით ალბათ ვერავინ გაუსწრებს. კი ბატონო. აქ გოლი ჩვენი აზრებია თქო, შენც არგენტინისკენ ხარ, ხო? იცი რა, მე ვარ ბარსელონას გულშემატკივარი. მე ბარსელონა მიყვარს უზომოდ და მთელი ჩემი ბავშვობის ემოციები უკავშირდება ლიონელ მესისა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას. როდესაც მესი წავიდა გუნდიდან, მაშინ 2022 წელი იყო და რაღაცა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა იქ. მორჩა, განადგურდა თან ისე რომ არ ველოდებოდი. თან უფასოდ. თან უფასოდ. მაგას ახლა მნიშვნელობა ვიყავი თან იმ თამაშზე ვიყავი სივასპორი ბათუმის მატჩზე. მამუჩაშვილმა გაიტანა სივასპორი ბათუმის მატჩზე თურქეთში? არა, ბათუმის სივასპორი. ბათუმში. ხო, ბათუმის და სივასპორის ბოდიში. და გავიგე ინფორმაცია სტადიონზე, წამეშალა სახე და მე დაინიშნა ჯარიმა მამუჩაშვილმა დაარტყა და გაიტანა და მე ვოთ სახე არ შემსვლია ვერც მომენტი კი მახსოვს ახლა მაგრამ სახე არ შემსვლია ხალხს შეიძლება თურქი ვეგონე არ გამოდის ხოლმესაც და მაგის შემდეგ ეს კუმანის საშინელი სეზონი იყო მე ჩავის დაბრუნება იყო მე ძლივს რაღაცა ერთ წელი იყო მოკლედ არგენტინა თუ ესპანეთი იბრძოდით და აი უბრალოდ დავასრულე ამას რა ხან გამიგზავნა და უცებ გამოჩნდა ლამინ იამალი რომელმაც აი ეს მესის არ ყოფნა ჩამინაცვლა და ეხლა დღეს ჩემთვის ხვდებიან ორი საყვარელი ფეხბურთელი რეალურად თუმცა რომ არა ლიონელ მესი მე ვერ ვიქნებოდი ბარსელონას გულშემატკივარი ვერ ვიქნებოდი ლამინ იამალის გულშემატკივარი ამიტომაც 51-49-ზე ვარ მე 1% ლიონელ მესის სასარგებლოდ. თუმცა თუ მოიგო ბარსელონამ კი არა და ესპანეთმა და ლამინ იამალმა არაფერი არ მეწყვიტა. მე პირდაპირ ვიტყვი რომ არც ერთი ნაკრები არ მესიმპათიურება, არც ისტორიულად, არც ისე, არც ასე, არც ესპანეთი, არც არგენტინა ძალიან არასასურველი ფინალი არის ჩემთვის. თუმცა იტალიელებთან ახლოს არიან არგენტინელები, ბიძაშვილები შეიძლება დავარქვათ მათ. იმიტომ რომ იტალო-ესპანური ფეხბურთისგან არის წარმოშობილი არგენტინული ფეხბურთი, ზოგადად ქვეყანაც შეიძლება ასე ვთქვათ და ასევე ლიონელ მესი არის ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მე არგენტინელებისკენ ვიქნები მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ვნახოთ თუმცა ფავორიტად ესპანეთი მიმაჩნია. პროგნოზს რო ვაკეთებდე, ვიტყოდი რომ ესპანეთს უფრო მეტი შანსი აქვს და ჩამოვართვით ეს თუ გინდათ პროგნოზად, თუმცა მე არგენტინელებისგან ვიქნები ყოველ შემთხვევაში. უფრო მეტი შანსი გქონდეს, თუმცა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი არის და აქ აი ესპანეთი ძალიან ძნელია პროგნოზირება. ესპანეთი შეიძლება იყოს ყველაზე დაალაგებული გუნდი და შეხვდება ახლა ყველაზე არეულ გუნდს, ვინც კი არის სოფლიო ჩემპიონატზე. არევაში არგენტინელები საუკეთესოები არიან, არეულ ფეხბურთში ამღვრეულ წყალში თევზს არგენტინელები კარგად იცავენ. ჩავისწავოთ. აი ისე შეუძლიათ არგენტინელებს ამ ესპანელების დაალაგებული, დაწყობილი, კომპაქტური ფეხბურთის არევა, როგორც არც ვიცი რა შევადარო. ყოველ შემთხვევაში ვნახოთ როგორი იქნება ფინალი. ჩვენ ფინალზე საუბარს ხვალაც გავაგზავნებთ. დღეისათვის კი სულ ეს იყო. იმედია საინტერესოდ მიმოვიხილეთ ის მატჩები, რომელიც
გაიმართა უკვე და გაიმართება დღეს და გაიმართება ხვალ, ასე რომ დაგვრჩა ბოლო 2 მატჩი, ყველაზე საინტერესო, იმედია და ყველაზე დაძაბული, ასევე მე იმით ვიტოვებ, რომ ძალიან დაძაბული 2 მატჩი იქნება. ყოველ შემთხვევაში დღეს ამით გემშვიდობებით. თქვენთან ერთად იყვნენ საფეხბურთო მიმოხილველი მე სანდრო თორდია, ვიყავით საფეხბურთო მიმოხილველი მე სანდრო თორდია და სპორტის ჟურნალისტი ნიკა შოშიტაშვილი. თოდრია. კარგი, გავერთეთ უკვე. მომავალ შეხვედრამდე მუნდიალ მშვიდობისა. ნახვამდის.